ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას დასავლეთ საქართველოში, დღეს ვიმყოფებით ხობში და ჩვენი მეგობრების გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით შევხვდით სკოლის მოსწავლეებს და ვესაუბრეთ ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემებზე, მნიშვნელობაზე, ნარჩენების მართვის და მომავალ გეგმებზე და ასევე იმ ფესტივალზე, რომელსაც ვაპირებთ ხობში ჩავატაროთ და ასევე ვაუწყეთ, რომ ხობში გამოჩნდება ელექტრომოწყობილობის და ბატარეების შესაძლებელი ყუთები და მოკლედ ძალიან მაყოფილები ვართ, ძალიან კარგი ბავშვები არიან და უსურვებ წარმატებას. მოგესალმებით, მე ვარ თეკლა, ქალაქ ხობის ნომერ 1 საჯარო სკოლის მოსწავლე. პირველ რიგში მინდა გადაგიხადოთ მადლობა, რომ გვესტუმრეთ. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ერთი საათის გატარება და რაც შემიძლია მოკლედ თქვა, აუცილებელია ელექტრონარჩენების გადამუშავება ჩვენი ბუნებისთვის, გარემოსთვის და თითოეული მოსწავლე ქალაქ ხობის ნომერ 1 საჯარო სკოლიდან აქტიურად ჩავეცვევით თქვენ საინტერესო პროექტში. მადლობა. ხობი, როგორც ვთქვით, ძალიან პატარა ქალაქია და მნიშვნელოვანია მისი ასეთ პროექტებში ჩართულობა. ძალიან კარგი არის, რომ ჩვენი ქალაქი ასევე აქტიურდება, იმიტომ რომ ნარჩენების გადამუშავება, ჩვენი მწვანე მომავალი არის ის, რაც ყველას გადაგვარჩენს და თითოეულ ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.